ისთვის დღეს აუცილებლად იქნება ჩემი აზრით ლიდერთა საბჭოს დასკვნების წლიური ასე ვთქვათ შემაჯამებელი შეხვედრის დასკვნებში საქართველოზე ჩანაწერი აუცილებლად იქნება და როგორც წესი იგი ეყრდნობა ხოლმე საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ გამოტანილ დასკვნებს და ამ შემთხვევაში ამ კვირას შაბათს ჩვენ ნახეთ რომ მინისტრებმა იბრძოლეს საქართველოზე და მიიღეს გადაწყვეტილება არა პერსონალურ სანქციების დაწესებაზე, იმიტომ რომ კონსენსუსი არ იყო, არამედ უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე რეჟიმისთვის. ხო და ეხლა დასკვნები დაეყრდნობა ძირითადად იმ დოკუმენტს, რომელიც სამშაბათს გამოქვეყნდა, ერთი დღის შემდეგ უკვე გამოქვეყნდა გაფართოების ოფიციალური დოკუმენტი. საერთოდ როგორც წესი ლეგალურად, იურიდიულად, რაც წერილობით არის ევროკავშირის უმაღლესი ინსტანციის, აი ლიდერთა საბჭოს მიერ მიღებული, მინისტრები იქნებიან ეს თუ ლიდერები, ხო, სახელმწიფოს ლიდერები, აი ეს დოკუმენტია იურიდიული დოკუმენტი და ესეთი დოკუმენტი სამშაბათს გამოქვეყნდა, სადაც რა თქმა უნდა 9 კანდიდატ ქვეყანაზე არის საუბარი და ძალიან მნიშვნელოვანია იქ ის რომ 7 კანდიდატ ქვეყანაზე იმეორებს ევროკავშირი ნათლად რომ ჩვენ დაპირება ძალაში რჩება, აბსოლუტურად არ შეიძლება ეჭვი შევიტანოთ. ეს არის სრული მხარდაჭერა იმისთვის, რომ ბალკანეთის ქვეყნები, უკრაინა და მოლდოვა გახდება ერთ დღეს ძალიან მალე ევროკავშირის წევრი. და შემდეგ წერია 2 სხვა კანდიდატ ქვეყანაზე, თურქეთზე და საქართველოზე. თურქეთზე წერია, რომ თურქეთი რჩება კანდიდატად, მაგრამ იგი უფრო პარტნიორია ევროკავშირის ვიდრე ფართოების წევრი და შემდეგ ამბობს საქართველოზე უფრო ძალიან დიდ ჩანაწერი აქვს, სადაც წერია, რომ საქართველოზე წუხს ევროკავშირის ლიდერები, რომ საქართველოს თავად თქვა უარი გაწევრიანების პროცესზე, შესვლის პროცესზე, ასე ვთქვათ, 2028 წლამდე, როგორც ეს თავად საქართველოს წარმომადგენლობამ გააკეთა განცხადება უმაღლესმა პირებმა და შემდეგ ასევე ასკვნის, რომ საქართველო აი ყველა ქმედებით რითიც ასამარებს დემოკრატიას, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, თვითონ აჩერებს თავის კანდიდატის, თავის ასე ვთქვათ, შანსებს, როგორც კანდიდატი ქვეყანა და გაფართოების საკითხშიც თავად აჩერებს ამ პროცესს. შემდეგ უკვე არის ყველა ქვეყნის შესახებ, აი ამ 9 კანდიდატი ქვეყნის შესახებ გარკვეული პარაგრაფები და საქართველოს შესახებ არის უფრო ჩაშლილი შემდეგ. მე ხა იმას უბრუნდები მოკლე შეჯამებასაც წეგან დავიწყე, ეს რაც ნიშნავს, რომ საერთოდ გაწევრიანებაზე უარი თქვა და შეაჩერა პროცესი ისტორიაში, ასე ვთქვათ, ამ 9 ქვეყნიდან თავიდან თურქეთმა და კაიხანია შეაჩერა და ეხლა ოფიციალურად ძალიან მკვეთრად თქვა საქართველომ და აქედან პირველი დასკვნა რაც უნდა გამოვიტანოთ არის ის, რომ 2028 წლამდე გაწევრიანების თემაზე აღარ ვისაუბრებთ და ამაზე ჩვენ აღარ ვემუშავებთ, ეს de facto ევროკავშირმა ამ ჩანაწერით აჩვენა, ნიშნავს გაწევრიანებაზე საქართველოს სახელი თუ არის თქმას, იმიტომ რომ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ 2028 წლის შემდეგ აღარანაირი აზრი აღარ აქვს, არანაირ მოტივაციის ჩვენებას და არანაირ სხვა განცხადებებს, იმიტომ რომ ესე ერთ წელიწადში და 2 წელიწადში ვერავინ ვერ შევა ევროკავშირში, ეს გამორიცხულია. ანუ ის საკითხი, აი ის ფრაზა, რომ აგვიხსნა დღეს ჩვენ მოლაპარაკებებით და დღესვე მოველაპარაკებით, არის სრული დემაგოგია, იმიტომ რომ საქართველოს მოლაპარაკებს ვერავინ ვერ გაუხსნის, თუ მან დათქმები არ შეასრულა. კი ბატონო. თუ გარკვეული პროგრესიც არ არის. ამიტომ ეს იცია ხო საქართველოს მთავრობა, მაგრამ იმ ხალხისთვის, ვისაც ეს პროცესები არ ესმის, რომ ეს პროცესი არის ვალდებულებების აღების შემდეგ, ამ ვალდებულებების შესრულების პირობა, ეს არის გარკვეულად იურიდიულად ხარ შენ თავზე იღებ პასუხისმგებლობას, რომ ეს დათქმები შეასრულო. ხო და ანუ ეს არის, ამაზე უპასუხა ევროკავშირმა, აი ამ დოკუმენტში უკვე უპასუხა კობახიძეს და საქართველოს მთავრობას, რომ შენ ესე გავხსნა მე შენთვის ახლა მოლაპარაკებები და შემოხვიდე, ესე არ არის. მე სანამ ამ მოლაპარაკებებს გავხსნე, შენ გაწევრიანების პროცესში უნდა გააკეთო გარკვეული არსებული
არსებული სურათის გათვალისწინებით ხა რაზე არის დაკვეთა ხო ქართული საზოგადოების მხრიდან მათ შორის ძალიან ბევრი პოლიტიკოსი საუბრობს იმის შესახებ და პრეზიდენტმაც ილაპარაკა გუშინ რომ კიდევ უფრო მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო და ჩვენ ვნახეთ დღეს რა იყო იგივე მეცოლას განაცხადი რომ არ უნდა მოხდეს ქართველი ხალხის მიტოვება რომელიც აგრძელებს ქუჩებში გამოსვლებს ევროკავშირის დროშით და ასევე იყო ნათქვამი რომ არ უნდა შეიქმნას იმიჯი რომ საქართველოს ზურგს აქცევს ევროკავშირი ხო აი ამასთან დაკავშირებით რა მოლოდინია კონკრეტულად ანუ პირდაპირ აი სანქციების საკითხზე იყო ინტერესი ამაზეც კალასის მიმართ დღეს და ის ამბობდა რომ ორშაბათს მოხდა საკითხის განხილვა ვერ შეთანხმდნენ ამაზე მაგრამ ამ ნაწილზე ანუ სანქციების ნაწილზე კიდევ უნდა ვიმუშაოთ ხო ეს იყო ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განაცხადი შეიძლება თუ არა რომ ვნახოთ აი ამასთან დაკავშირებით კონკრეტული პროცესი კონკრეტული შედეგებით აი რა იცით ამ საკითხთან დაკავშირებით მიდის თუ არა სამუშაოები და რა ფორმატში შეიძლება ჩვენ ვნახოთ კიდევ უფრო მეტი სამუშაო გაწეული ამ მიმართულებით დიახ ეს ამ მიმართულებით სამუშაო მიმდინარეობს კაია კალასის ეს განცხადება უნდა აღვიქვათ ისე რომ ჯერჯერობით მას აქვს მოკლედ რო ვთქვათ საშინაო დავალება ჯერ ბოლომდე შესაძლებელი ანუ იმ ქვეყნებისთვის კარგად ბოლომდე გააზრებამდე მიყვანა ყველა ლიდერის თუ იმ წარმომადგენლების თუ რა სიტუაციასთან გვაქვს საქმე იმიტომ რომ არის საკითხი რომ ზოგიერთი ზოგიერთი ხო ის ლიდერი თუ მინისტრი რომელიც ბრიუსელში იმყოფება იმ მომენტში სრულად არ ფლობს ინფორმაციას რაზე არის საუბარი ყველას აქვს ხან ნანახი რა მოხდა საქართველოს ქუჩებში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ედიციან და ამას ყველანაირი ორაზროვნების გარეშე გმობს რომ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს არ ღვევენ აღარ არის აქ საუბარი ევროპას გაწევრიანებაზე არ გაწევრიანებაზე აქ არის საუბარი ელემენტარულად ფუნდამენტური უფლებების სერიოზულ დარღვევაზე წამებაზე და ეს ყველას ესმის ამას ყველა გმობს და ნუ გარდა ორბანის და ორბანთან ასევე ფიცოსთან და ანუ ესე იგი ეს სამუშაო ამ ხრივ არ არის დიდად ჩასატარებელი ეხა ლიდერებზე სხვა ლიდერებზე გულისხმობ განსაკუთრებულად ჩასატარებელი არის სამუშაო იმ საკითხზე რაც ეხება არჩევნებს დაბით აი ამ არჩევნებთან დაკავშირებით ყველას უნდა მეწოდოს სრული ინფორმაცია ანუ კაია კალასის უწყებას აქვს ჯერ კიდევ საშინაო დავალება შესრულებული იმ ხრივ რომ უნდა იქნას სრული ინფორმაციის გადაცემა ყველა იმ უწყებასთან რომელიც ჯერ კიდევ თulis რომ არჩევნებთან დაკავშირებით არ იცის ზუსტად რა ხდებოდა და ამაზე მეტი ინფორმაცია ჭირდება ამიტომ აი ამ ხრივ აქვს სამუშაო რომ რაცა მოხდეს ევროკავშირის ლიდერების მიერ გარკვეული დასკვნის გამოტანა მოწოდება მაგალითად რომ ახალი არჩევნები აუცილებლად უნდა ჩატარდეს. აი ეს მოწოდება ლიდერებისგან საჭიროა და ამაზე აქვს სამუშაო. სანქციების ხრივ, პერსონალური სანქციების ხრივ, როგორც თქვი, კითხვას არავინ არ სვავს, მხოლოდ ორბანი ეწინააღმდეგება და მისი საგარეო საქმეთა მინისტრი და მას მიყვება ფიცო, იმიტომ რომ ფიცო მარტო საქართველოს არ დაიცავდა და საქართველოს არ დაიცავდა, რასაუბრობ, საქართველოს დღევანდელ დე-ფაქტო მთავრობას არ დაიცავდა. მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან პრორუსია, ამ საკითხში ორბანი არის ლიდერი და ფიცო მას მიყვება და ორბანის მინისტრი და მისი წარმომადგენლები არასოდეს არ საუბრობენ იმაზე, რომ ის თქვათ ამ თემას აშლიან, რომ ეს დარბევა იყო თუ არა ფუნდამენტური ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა. ისინი პირდაპირ საუბრობენ, რომ ჩვენ იმ ქვეყნის საშინაო საკითხებში არ უნდა ჩავერიოთ და ამ დროს 25 დანარჩენი ლიდერი პასუხობს, რომ ჩვენ იმ ქვეყნის საშინაო საქმეში ვერ ჩავერავით, ეს ქვეყანა თვითონ არის ჩვენთან გაწევრიანების პოლიტიკაში და ამ ქვეყნის ვალდებულებები აქვს აღებული რომ ელემენტარული ადამიანურ უფლებებს პატივის წეს. სწორედ აი ამისი ამ თემატიკასთან დაკავშირებით, სანქციებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, კაია კალასი და მისი უწყება გააგრძელებს მუშაობას იმაზე, რომ მოხდეს სრული ბლოკის მიერ ევროკავშირის როგორც პერსონალური სანქციების როგორც ევროკავშირის დაწესება, მაგრამ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ არსებობს ეს მეორე გზა, ასე ვთქვათ, როცა რამდენიმე ქვეყნის გაერთიანება შეუძლია პერსონალური სანქციები დაადოს საქართველოს დე-ფაქტო მთავრობას და ეს ჩემი აზრით ეს არის გზა რომელიც ყველაზე ეფექტური და უფრო სწრაფად მოხდება თუ ამას ბოლომდე მიიყვანს გერმანია, პოლონეთი და საფრანგეთი და მე ვეუბნები რომ მიიყვანენ იმიტომ რომ პოლონეთი ახლა უკვე იღებს თავმჯდომარის როლს, მორიგი თავმჯდომარის როლს შემდეგი 6 თვის განმავლობაში და ამ საკითხზე პოლონეთი უფრო იმუშავებს რა თქმა უნდა ვიდრე
ადრე იმუშავებდა უნგრეთის მიერ თავმჯდომარე სანამ უნგრეთი იყო ევროპის ლიდერთა საბჭოს ადმინისტრაცია. ამიტომ მეტ ინფორმაციას ჩვენ ალბათ ძალიან მალე რამდენიმე კვირაში უკვე მივიღებთ სანქციებთან დაკავშირებითაც. დიდი მადლობა თამარ, დაგემშვიდობებით, მადლობა ამ მომწურავი ინფორმაციისთვის.